როცა გაზაფხულის პირას მოთოვს ზოგიერთი ფერმერი ხის ძირებში თოვლს აგროვებს, რათა შეაჩეროს ნაადრევი ყვავილება. თოვლი მართლაც მოქმედებს როგორც სითბოიზოლატორი, ინარჩუნებს ნიადაგის ტემპერატურას შედარებით დაბალ დონეზე და ამით აფერხებს ნაადრევ გაღვიძებას, მაგრამ ეს განსაკუთრებით ეფექტური მხოლოდ ისეთ რეგიონებშია, სადაც ზამთრის ბოლოს ტემპერატურა ხშირად მერყეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს თოვლის ფენა იყოს საკმარისად სქელი, რათა ეფექტური თერმოიზოლაცია მოახდინოს. მაგრამ მეორე მხრივ, ერთ-ერთი შრომატევადია ძალიან თოვლის მოგროვება დიდი რაოდენობის ხეებთან და დიდ ფართობზე. და მეორეც აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ ნადნობი წყალი სადღაც წავიდეს და არ დაგროვდეს ხის ძირში, თორემ თუ წყალის გადინება არ მოხდა, ცივი წყლის დაგროვება შეიძლება მავნე იყოს მცენარისათვის. ასე რომ თავად განსაჯეთ და აირჩიეთ. მე მგონი, რომ არ არის სწორი თოვლის დაგროვება ასეთი მიზნებით.